გამარჯობა და გამარჯობა ყველა ქართულ საქმეში. თემური ვარ ბოკელავაძე. აქვე ვიდეოს თავშივე მივუხდებ ჩემი ტელეფონის ნომერს, რომ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს თუ ჩემთან საუბარი უნდა შემეხმიანო და ნებისმიერ ტელეარხზე ნებისმიერ ჟურნალისტად დავდებ მხოლოდ პირდაპირ ეთერში. 555-83-83 48 საათის განმავლობაში ჩემ ოჯახზე და ჩემთან მიმართებაში მიდიოდა ზეწოლა ზუსტადაც რომ ამ ეგრეთ წოდებული ვიდეო ოპოზიციური არხებდა, რომელიც მოდი რეალურად რო ვიმჟეროთ, ქართული ოცნების ჯიბის ოპოზიცია არის, ხო? ქართული ოცნების ჯიბის ოპოზიცია არის რა. იმიტომ რომ 48 საათის განმავლობაში როგორც მედიები მაშავებდნენ ამავდროულად მათი მხარდამჭერები. და რაც თავარი არის, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც აიყვანეს. 48 საათი განყოფილებაში იყო დაკავებული. თქვენ ყველა კარგად ნახავთ. აი მარკზე კაცი არის ჩემი ძმა, რომელმაც ეგრეთ წოდებულ სასიგნალო, არავისთვის რომ არ არის დამაზიანი და ცეცხლსასროლი არ არის, სასიგნალო იარაღს ისვრის. მხოლოდ ხმის იმიტაცია, დაზიანება არავისი არ შეუძლია, მაგრამ როგორც კომენტარებში იწერებოდნენ, როგორც მთავარი არქი თუ სხვა ტელევიზიები ამცნობდნენ ხალხს, რომ ცეცხლსასროლი იარაღია და საფრთხეს უქმნის მოსახლეობასო. ბრმატყვიამ შეიძლება ვიღაცა იმსხვეპლოსო. ამაზე ზუსტად რომ მე ოცნებამ უკვე დაიწყო თავის მხრიდან გამოძიება და 48 საათი ჩემი ძმა ციხეში იყო. ამავე 48 საათის განმავლობაში მიდიოდა ყველა ტელევიზიიდან ჩვენი გაშავება. კონკრეტულად კი ჩემი. იქიდან გამომდინარე რომ ჯერ კიდევ ვერ მომინელეს და ვერ მომინელები. ახლა ძალიან მარტივად მივხვდებით რა. მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით და მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, რომ ნაცქოცური სპექტაკლებზე არ უნდა ვიაროთ და დავასრულოთ მათი ეს სისტემა. 48 საათამდე ადრე ხდება ასეთი სიტუაცია. მე ვიდეოს ვწერ საპატრიარქოსთან მიმართებაში, რომელი ვიდეოც აბსოლუტურად ყველა ჩემმა მეგობარმა იცის. და თავარახზე თუ ხოლო ცუდ საუბრობენ. რატო ერთი კარგი არა თქვით რა ბიჭო თუ გოგო რა ვინც დადოთ ეგ ვიდეო ვისგანაც კიდე ეგ ბრძანებები მიიღეთ ხო მონური ფსიქოლოგია რო გაქვთ რა ახლა მისმენთ ამ ვიდეოში რას ვიცაკი ამ ვიდეოს ჩემ გვერდზე დებს და 200,000-ზე მეტი ნახვაა რატო ეს არ წაიღო მთავარმა არხმა რატომ არის მიზან მიმართულად ჩემი მიმართულებით გაშავება იმიტომ რომ ქართულ საქმეს ვაკეთებ ჩემი ერისთვის მიძგერს გული და ქართული მიწების გაცხვისებას არავის არ ვაპატიებ ვინც არ უნდა დამედგეს წინ იმიტომ არც სიკვდილის მეშინია და მით უმეტეს ციხის რა ახლა მომისმინეთ ყურადღებით მიმართვა მთელ საპატრიარქოს მოგმართავ თეიმურაზ ბოკელავაძე მართლმადიდებელი ქრისტიანი კაცი სისხლით სულით გულით ქართველი რომელსაც ანაგულებს სამშობლო და ქართველი ერი პირველ რიგში მაქვს კითხვა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კრწანისის ტყეპარკი იყო საპატრიარქოს მმართველობაში ამიტომ მაქვს კითხვა იყო თუ არა კრწანისის ტყეპარკი საპატრიარქოს მმართველობაში და თუ იყო როგორ მოხდა მისი გასხვისება გაკიდვა არაბებს ახლა კი მოგმართავ თხოვნით კარგია ერთეული სასულიერო პირები რომ გამოდიან ამ ორი არაბული ქალაქის წინააღმდეგ მაგრამ ვფიქრობ საპატრიარქომ უნდა ამოიღოს ხმა და დაძრას მთელი ერი ამიტომაც მოგმართავ თხოვნით მოუწოდ მრევლს ქართული მიწის დაცვისაკენ ჩაუდექით სათავეში და გაუწიეთ წინამძღოლობა რათა მშვიდობიანად მოხდეს ქართული მიწის შენარჩუნება გონს მოიგოს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება თორე საქართველოს ისტორია ფაქტი იმისა თუ რა შეუძლია ქართველებს დიდება უფალს მშვიდობა საქართველოს გამარჯვება ქართველებს ამინ ხოდა ნახეთ 48 საათამდე სამ ჩემთან მიმართებაში მიზან მიმართული გაშავება წავიდა და რა ნაბიჯებს ავდგა. აქამდე საპატრიარქომდე კიდე მე ჩავწერე ვიდეო, რომელსაც ჩემი გვერდზე არანაკლები ნახვა და საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ნახა. და ყურადღებით მოусმოთ ამ ვიდეოსაც. მივმართავ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ლიდერებს, განსაკუთრებით ამ ოთხეულს, ვინც ამართებს ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას. მე კი ამ ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას საჯაროდ საკვეყნოდ ვარქმევ ერის და ქვეყნის ღალატს. ერის და ქვეყნის ღალატს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი თანხმდებით იმაში, რომ არ უნდა გაიგდოს ქართული მიწების სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე და მით უმეტეს საქართველოში არ უნდა აშენდეს ორი არაბული ქალაქი.
მინიმუმ 230 წელი გავიდა 1795 წლიდან, როდესაც აღა მაჰმად-ხანი შემოიჭრა საქართველოში, სამწუხაროდ ერეკლე მეორე და სოლომონ მეორე კრწანისის ბრძოლაში დამარცხდნენ. და დღეს 230 წლის მერე ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება ვითომ ეროვნულები რო არიან, კრწანისის ტყეპარკს ყიდიან არაბებს. მე ვმართავ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ლიდერებს, განსაკუთრებით ამ ოთხეულს. ხო და აქვე ვისარგებლებ მომენტით. საჯო დებატიჟებით ყოველ თქვენგანს დებატებზე. ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების მთელ ლიდერშიპს. თუნდაც ყველა ერთად იყავით, იმიტომ რაც საჯარო ინფორმაცია, მარტო იმ საჯარო ინფორმაციითაც კი ვერაფერს ვერ გახდებით. ამიტომაც, მოდი პირდაპირ ვისაუბროთ. ეს არ არის დასაწყისი. აქამდე, როგორც ტელევიზიები უწყებიან, ობდნენ, რომ მონაწილეობას ვიღებდი ქალაქ თბილისის მერობაზე. ხო, მერობაზე ვიღებდი მონაწილეობას. პირველი ნომერი უკვე მამულინას არწმუნებდა. და ხო, აი ეს ბიჭი ვარ, თქვენი კახი კანაძე რომ დაბადუმე და პასუხიც კი ვერ მომცა ღირსეული, დემნა გვასალიაზე რომ კითხვა დავსი. 300 და 400.000-იანი ნახვები ქონდათ. აი ამას ვერ პარტიობს, ვერც ეს ლიბერალური მხარე და ვერც ვითომ ეროვნული ქართული ოცნება. ხო და ამიტომაც მოგმართავთ ყოველ თქვენგანს, ვიცაც შეგიძლიათ კაცურად ბრძოლა. ჩემნაირად თუ არა ჩემზე უკეთესებს ვეძებ რა, იმიტომ რომ ეს სისტემა უნდა ჩამოვიშოროთ. ნაცები და ქოცები პოლიტიკურ სამარეში უნდა გავუშვათ. და ჩემთან მიმართებაში 48 საათი რაც მე გადავიტანე, ხო, მე კიდე არ ვჩივი. ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი ნერვიულობდა. ყველას ეგონა რომ ვერ გავმკლავდებოდი, აი ამათ ბინძურამ საცეცებს, მაგრამ თქვენ ყველამ კარგად ინახეთ რა, რომ სიმართლეს ვერავინ ვერ შეაჩერებს და ხო, ძალიან ბევრი მიწერდა, რომ ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო, ვინც სიმართლეს საუბრობსო, არც ცხენი შეკაზმას ვაპირებ და არცად გადახვეწას რა. პირდაპირ გეუბნებით, შეეშვი ჩემ ოჯახს თუ რამე შეგიძლიათ და მოდით შენთან. ნებისმიერი ტელევიზიისათვის მზათა ვარ პირდაპირ ეთერში დავუჯე ნებისმიერ ჟურნალისტს კი არა, ყველას ერთად და ამავდროულად კიდე დებატებში ვიწევ ქართული ოცნების ყველა ლიდერს. თუნდაც მთელი მათი 12 და 13 წლიანი ასე თქვა თავრობაში ყოფნის მანძილზე რაც დააშავს ყველაფერს შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ კონკრეტულად უნდა არაბული ინვესტიცია მსურს მე პირდაპირ მნიშვნელობით რომ ვისაუბროთ. ეს არ არის არაბული ინვესტიცია, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ და ქართველი ერის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ერთ-ერთ ინტერვიუში ახლა შევხვდა კობახიძე ამბობს რომ ინტერვიუც არ არის არაბების სარეკლამო გოლბიჭუნად, პრომობიჭუნად გაიჩნდა და ამბობს რომ ბოლო 4 წელიწადში 60,000 ბინაზე მეტი გაიყიდა უცხოელებზე. ეს მოგწონთ, რა 60,000-ზე მეტი ჩამოსახლება თუ არის ეს, რაზეც თვითონ ამბობენ. რაზეც თვითონ არ ამბობენ, იმაზე მეც ჩვენ უნდა ვივარაუდოთ. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ იმაზე მეტი. იმიტომ სიმართლეს ისინი არასდროს არ აჟღერებენ. და ძალიან მარტივად რომ ვისაუბროთ რა. ჩემთან მიმართებაში, როდესაც პირდაპირ მოდიან ეს ტელევიზიები, ჟურნალისტები, ჩემ მიზან მიმართულ დაშავებაზე. ჩემს მიზან მიმართულ დაშავებაზე. რატო არც ერთი არ საუბრობს იმაზე, თუ რა ვისაუბრეთ თბილისის მერობაზე არჩევნებში მონაწილეობა რომ მივიღე. რატო ერთ-ერთი არ ათქვით? აი მაგალითად ახლა ჩავთოთ ეს. ღირსებაზე საუბრობენ და ძალიან თვითდაჯერებულები არიან, მაგრამ როგორ შეიძლება საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი იყოს, ვიად გამსახურდია და მისი ძეგლი არ გვაქვს ქალაქის ცენტრში. ამავდროულად მერაბ კოსტაუზე ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება კიდევ ამის ძეგლიც აუცილებლად უნდა იყოს ქალაქის ცენტრში. თქვენც ვერ გაიხსენეთ. აუცილებლად. აი მათ ყველას ელდაერცვა, ვერც კი მიხვდნენ ვიზებს საუბრობ და სპეციალად ავტოვე კითხვა და მე თვითონვე გავეცი პასუხი რომ გონს მოგებულიყო და გახსენებოდათ ის მაგარი კაცი, ვინც სამოქალაქო ომის წინააღმდეგ ნაბიჯი გადავდა და საკუთარი თავი გაწირა ამ ერისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდესო რა ამ ქვეყანაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა პარტიების გამო და ნაკეთ აბა თუ გახსოვთ 21 სექტემბერს 21 სექტემბერს ვინ დაიწყო მისახე პასუხი არ გაქვთ ამაზე, ჩვენ მოიციოთ თქვენ თვითონ. აქ ეხლა გავაჟღერე, მაგრამ მეგონი არც კი დაფიქრდნენ, ვერ გაიხსენეს. 21 სექტემბერს გია ბესაძემ დაიწყო თავი. ნიშნად იმისა, რომ არ მოხდა უკვე კიდევ უფრო მეტი შეტაკებები და ამაზე განცხადებად შევიტანე, რომ გაიხსენათ გია ბესაძის ძეგლი, ნიშნად მშვიდობა ერთზე. ხო, აი ეს რატო არ ახსენებ?
რომ მშვიდობისთვის ვიბრძვი, რომ ვიბრძვი სუფთა ქრისტიანულად, ვიბრძვი ჩემი ერის უკეთესი მომავლისათვის და ქართული მიწების შენარჩუნებისათვის. ჩემში ვერაფერს ვერ ნახავთ ცუდს. რამე ცუდს თუ დაინახავ და პირდაპირ გეტყვით რა. მოდით, მითხარით, მე შეიძლება შეცდომას უშვებდე და ამას გავიაზრებ. მაგრამ მაგას თქვენ არ გეტყობთ. ასევე, მოდი გავაკეთოთ ყურადღება აი ამაზე, კახი კალაძეზე. ხო, უამრავ თქოთ ყოველ გოჯი მიწას. რუსები რომ მტერი არიან, ხო და ვისაც რუსეთი უნდა რომ საქართველოში იყოს, ვისაც სურს რომ საქართველო რუსეთის გუბერნია იყოს, ყველა მის დედას ვენაცვალე ჯიჯილაგიანად ბიჭო რა. ჩემთან მიმართებაში ეგ ხრიკები არ გამოგივათ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რისთვის ვიბრძვი და ჩემი ქვეყნისთვის მიცგეს გული თქვენგან განსხვავებით, რომ ვიღაცაზე კი არავისი არ გავიყიდები. არავინთან მოგზაუნის შანსი არ აქვს, არც ერთგაც. ამიტომაც მინდოდა და 48 საათის განმავლობაში ჩემი გაშოვება, იმიტომ რომ ყელში ვარ მაგათაც რა. ბევრჯერ ვთქვია, ბევრი შემოთავაზებ ყოფილა ყველა მხრიდან. გოგოების მოგზავნა იქნებოდა უკვე მეცნიერები ერთადერთი რაც პლუსი კონდათ ხოლმე ის იყო, რომ ერთი მეორეზე უკეთეს გოგოებს აგზავნებ ფიზიკურად, მაგრამ მე მათი სულიერება მაინტერესებს თქვენგან განსხვავებით რა. მაგრამ თქვენ 100 წელი ვერ მოყვართ. იქამდე სადაც ეხლა მე ვდგავარ, იმიტომ რომ რასაც მე გავუძელი 48 საათის განმავლობაში გურწფელად გეტყვით. ყოველ წამს განანებთ და პოლიტიკურ სამარეზე გაგისტუმებთ. რატომ არავის არ ახსოვდა, არა მარტო არჩევნებზე კი არა. არემთ. რატო არავის არ ახსოვდა, არც ტელევიზიებს, არც პარტიებს, მე დებატებზე რაც გავაკეთე. დებატებამდეც არავის ახსოვდა და მას მერეც ყველამ დაიმიწყა რა. აი ეს ბიჭი, რომელი ბიჭიც მართლა იმსახურებს თავისუფლებას. ლევან ზურაბაშვილი, რომელიც ერთადერთი პოლიტპატიმარია ჩემი პირადი აზრით ამ წამის მონაცემებით. აი ეს კაცი ციხეშია და ყველა ტელევიზია ჩუმათახა. და აქ რაღაც იდიოტობებზე ცდილობთ რომ რაღაც თეთრ ძაფით შეკეროთ ბოლო საქმე რა. და აი ეს არის რა, თქვენი ვითომ ტელევიზიები, თქვენი ვითომ პარტიული და პატრიოტული ორგანიზაციები, პარტიები, მოკლედ, ყველა ერთ ქვაბში ხართ მოსახარში რა. ყველა ერთ ქვაბში ხართ მოსახარში. აი მინდა კიდე გავამახვილო აი იმაზეც ყურადღება რა. ერთ სიტყვასაც კი ვერ მეთქვი სად ვიტყუები. მთელი ამ წლების მანძილზე ქართულ საქმეს ვაკეთებ და უამრავი გაშაობა გადამიტანია, ხო, რა პრობლემა არის. მაგრამ ეს არის ფაქტი. უახლოეს დღეების წინ რაც მოხდა, რომ 48 საათის განმავლობაში კოორდინირებულად მიდიოდა ჩემი და ჩემი ოჯახის გაშავება. მაგრამ ხო, ჯანმრთელათა ვარ, ჯანზე ვარ და ახლა გაჩერებას მით უმეტეს არ ვაპირებ. ეს დღეები ფაქტია იმისი, რომ გარიგებაში ხართ ყველა ერთმანეთთან მიყოლებით. ერთადერთი ღმერთის მეშინ და ღმერთმა გადაწყვიტოს რა როგორ იქნება. მის სახელს ვინაცვალე და ზუსტადაც რომ ღმერთია ჩემთვის უზენაესი. ერთადერთი მისი შიში და რიგი მაქვს. დანარჩენი უბრალოდ ცოდვილები ხართ, მეც ცოდვილი ვარ და უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და ყოველი თქვენთაგანს უკეთესი მომავალი შეგიქმნათ. გურწფელად გეტყვით, პოლიციელები როგორც კი დავინახეთ ჩემ სახლში, ჩემ ძმასთან მიმართებაშიც, ჩემ ოჯახთან მიმართებაშიც და ჩემთან მიმართებაშიც, ყველა ხვდებოდა, თვალებში იკითხებოდა, როგორ იყვნენ, რომ იცოდნენ ვისთან მოვიდნენ. იცოდნენ, რომ ქართულ საქმეს ვაკეთებ წლების განმავლობაში, რომ ჩემი ძმა სპორტსმენი არის. ან თუ ჩემი პოლიტიკური მიმართულება არ მოგწონთ, ბიჭო, ჩემი ძმა სპორტსმენი არის, ხო? საქართველოს სახელით უნდა იბრძოლოს. საქართველოს სახელით და ჩემ ძმასთან მიმართებაში, რომელსაც არავისთვის არაფერი არ დაუშავებია, ასე მოქმედებთ.
ხო? მე დაიწყო სპორტის სიყვარულსაც, მაგრამ აქ ზუსტად ვიცით ყველა და ყველა ჩემი მეგობარი ვთანხმდებით, რომ ჩემთან მიმართებაში იყო კოორდინირებული შეტევა. გურწმერად გეტყვით, როგორც ოცნების ახალგაზრდულიდან, ისე ნაცების ახალგაზრდულიდან, ყველა მხრიდან ეხლა სპორტსმენი ბიჭი ვარ მე თვითონაც, წლებია პოლიტიკაში და ყველა მხარეს ყველა მიცნობს. ნაცების ახალგაზრდულიდანაც, ხოცების ახალგაზრდულიდანაც, ისე უბრალოდ აქციებზე მყოფი ახალგაზრდებიდანაც, ყველა მხრიდან მირეკავდნენ თემო რა ხდება 48 საათის განმავლობაში არ მძინებია იმისგან, რომ უნდა მებრძოლა და დამემტკიცებინა სიმართლე რა იყო. და მადლობა ხო იმ პოლიციელებსაც, ვინც მოიკიდა გაგებით. ყველაფერს ხვდებოდა. ძალიან წესიათ შემოვიდა ეს პოლიცია, ძალიან წესიათ აგვიხსნა ყველაფერი. საქმე ჩხერკას ჩაატარეს, ჩემს მას დაიჭეს 48 საათი, მაგრამ ის 48 საათი ხო არ გაუჩერებულა. ყველასთან მივიტარე ჩემი საქმე. და მე თუ მეგონა რომ გვერდში შეიძლება 10 კაცი მდგომოდა, თურმე 1000 კაცი მიდგას გვერდში და უფრო მეტიც. და ახლა გაჩერება საერთოდ არ ვაპირებ. ამიტომაც მოგმართავთ ყველა მხარეს. ნუ ვეინდობით ნურცე ტელევიზიას, გადაამოწმეთ ყოველთვის ყველაფერი. და იცოდეთ, რომ ბრძოლა შედეგს ყოველთვის დადებს. ამიტომაც რწმენა, ბრძოლა და შრომა არის ეს სამი მთავარი პრინციპი. ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობაში, რომელი პრინციპებითაც ძალიან ბევრი კარგი საქმე შევძლებთ ერთად, თუნდაც სკოლაში რელიგიის და სამხედრო გაკვეთილების შეტანა. ხო შევძლებთ. რამდენი იყავთ წინააღმდეგი. ჩემთან მიმართებაში მაშინ რომ გაშოვა მიმდინარეობდა და ამ თემების ახევა, როგორც ძალიან კარგი ცო, ძალიან ბევრმა წაიღო, მაგრამ საქმე გაკეთებული იყო და არაფერზე არ ვაკეთებ კომენტარს, კონკრეტულ სახელგვარებს არ ვიტყვი, არც მაინტერესებს, იმიტომ რომ მათაც მიმართავ თუ ამ თემებში თქვენს ფიქრობთ რომ სულ იყო, ხო? ეს საერთო საქმეა. მაგრამ ამ სისტემას წყალი დიდი ხანია შეგუებული აქვს. დიდი ხანია. და არ გეგონოთ რომ ერთი ბიჭი გესაუბრებით ახლა. ამ ერთმა ბიჭმა დავამტკიცე ბევრჯერ რომ შემიძლია ვაკეთო საქმე სუფთა ქრისტიანულად და მხოლოდ საქართველოს ინტერესების და ქართული ერის ინტერესებით. მხოლოდ სიმართლის სადარაჯოზე ვარ რა. ძალიან ბევრი მიმართულებით ვიბრძვი ერთი კაცი. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ როგორ არ მიწოვენ არც ტელევიზიაში, არც ლიბერალურში, არც კონსერვატიულში, არც ოცნების, არც ნაცების მოკლედ, არც ტელევიზიაში, მაგრამ ერთი ტელეფონით თქვენ კარგად ხედავთ როგორ ვანადგურებ ყველა მიმართულებას. ამიტომაც გავამიწერეთ ყველა პლატფორმაზე, განსაკუთრებით გთხოვთ გამოწერას YouTube-ზე, რომ Facebook-ები ბევრჯერ წამიშალეს და ამიტომაც გავამიწერეთ YouTube-ზე, რომ მინიმუმ თქვენამდე ხმის მოტანა შევძლო რა. და იცოდეთ, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ერის უკეთესი მომავლისათვის რა. აქ ძალიან ბევრი წერდა რა, ძალიან შაურაცხყოფელ კომენტარებს. იმ თავარი არხის და სხვადასხვა ტელევიზიების გავრცელებულ ვიდეოებზე. ახლა მოგმართავთ ყოველ თქვენგანს რა. კლავიატურის რომობას 100 წელი არ დავიწყებ. თუ იმეს რამე გინდათ 555-83-83. ტელეფონის ნომერსაც დავწერა რა თქმა უნდა ვიდეოზეც. ნებისმიერ ლინკზე გეპატიჟებით სუფთა ხელებით. ანუ თქვენთან არაფერს არ ვაპირებ სეთმიც. მხოლოდ სპორტული ინტერესი დავარქვათ იმის გამო, რომ უბრალოდ არ მივცეს შესაძლებლობა გამაჩნონ იმ ქართულ საქმეში, რომელ ქართულ საქმესაც ახლა ვაკეთებ რა. და თქვენ თუ რამის ერთი ადგილი გააქვთ, რავი, რინგი არის. სუფთა სპორტული ინტერესი დავარქვი მე ჩემი მხრიდან ამ ყოველივეს. მაგრამ უფალი არ გაპატიებთ დარწმუნებული ვარ ჩემთან მიმართებაში და ჩემ ოჯახთან მიმართებაში, რასაც კადრულობთ. იმიტომ რომ არ გვიცნობთ უმეტესობა თქვენთაგან და ვინც გვიცნობს ზუსტად იცის როგორი ვაშკაცები გაგვზარდეს რა. და ხო, სანამ კლავიატურის რომობას დაიწყებთ, შევამეხმიანეთ, მომწერეთ მესიჯი, მე თვითონ შეგითანხმდებით, თუნდაც თქვენ მეგობრები წამოიყვანეთ, მაგრამ ლინკზე ერთ-ერთზე შიშველი ხელებით. იმიტომ რომ ჩემი ძველი ჩხუბობს გამაში და შვენივად გამოდის ჩხუბი. მაგრამ თქვენ მე არ ვიცნობთ ლინკზე რა ვარ. უბრალოდ ეს იცოდეს ყველა იმ კლავიატურის რომემა,
რომლებიც რეალურად კურდღლები არიან, თუ უმეტესი მათგანი ნამდვილი Facebook-ი და წყვილ ვერ აკომენტარებდა. აი ამ დონეზე დაეცით. და მე ხო, რა თქმა უნდა, არ მოველოდები, რომ ეს ვითომ ოპოზიციური თუ პოზიციური ტელევიზიები მე რამეში დადებით მომიხსენ ღმერთმა დავიფაროს, მაგათმა რომ ჩემზე დადებითი თქვა რა. ბოლო ლაზარე ვაფშე არ ვიცნობ და არ მაინტერესებს არანაირად, მაგრამ უბრალოდ ფაქტს ვიძახი რა. ლაზარე გრიგორიადისმა მოლოტოვის კოქტეილი ესროვა პოლიციას და ის დანაშაული არ ყოფილა, ის გმირობა ყოფილა და ჩემო ძმამ სახში თავის ვერანდაზე მხოლოდ სასიგნალო იარაღი ისო და ეს დანაშაული ყოფილა. ხო და თქვენი სამართალის დედასვენაცვალე 100 წელი. ხო და ბოლოს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ქართული მიწის დაცვისკენ ვარ ორიენტირებული. რომ ქართული მიწა არ გასხვისდეს, ვიცვებ დებატებში ქართული ოცნების ყველა ეგრეთ წოდებულ ლიდერს, საპატრიარქოს მეთხოვრო ჩაერიოს და ხო, ტელევიზიებს მოგმართოთ რა. ერთხელ მაინც დადექით სიმართლის მხარეს. ერთხელ მაინც დადექით სიმართლის მხარეს, იმიტომ რომ ერთი ბიჭი, რასაც სოციალურ მედიაში ვაკეთებ, თქვენ შეიძლება მხოლოდ ჩემ გვერდებს ხედავთ, მაგრამ აქ დიდი გვერდები, რომელსაც არ ვიყენებ. მხოლოდ იმის გამო, რომ არ მინდა ის გვერდებით შეიზღუდოს იმდენად ქართულ საქმეს ვაკეთებ და იმდენი მიმართულებით ვიბრძვი. ეს ჩემო უახლოესმა წლემ იცის დაახლოებით 15-20 კაცმა. მეტმაც, მაგრამ 15-20 კაცმა იციან, რომ მოვიდო მარტო ჩემი გვერდებით გჯობნით ხოლმე ნახვებში, მაგრამ მე რომ მოვიდომო 48 საათი კი არა, 24 საათში ყველას გეცოდინებით. ვინ ვარ, რას ვაკეთებ და ეს ყველაფერი როგორ უნდა დავამთავროთ. ეს ყველაფერი დამთავრდება მხოლოდ ერთობით, რწმენით, ბრძოლით და შრომით. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ, გამომიწევთ ყველა სოციალურ მედიაზე, რომ არ შეძლო პასუხი არ ჩამეწერა. პასუხი იმითიდან გამომდინარე, რომ აქამდე რა თქმა უნდა, ყოფილა ჩემთან მიმართებაში გაშავება, მაგრამ ასეთი გაშავება, რაც ახლა მომიწყეს, უნდა მეთქვა თქვენთვის, რომ ეს მოხდა ფაქტი იმისა, რომ თავარი ის თამადობით ყველა ოპოზიციური არხი არის ჯიბის ტელევიზია და რა თქმა უნდა ემსახურებიან ქართულ ოცნებას. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხარდაჭერა გამომიცხადა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, თუნდაც ვინც მირეკავდა ჩემს გამო ვიდეოებს დებდნენ, პოსტებს აზიარებდნენ, იმიტომ რომ სოციალურ მედიაში ხო ამ თემაზე არ მქონდა ნასაუბარი, ველოდებოდი ველას შესაძლო თემას, რომ არ მომხდარიყო რაიმე შეცდომა ჩემი მხრიდან. და ძალიან ბევრმა ადამიანმა სწორად მიიღო გადაწყვეტილება და დაგვიჭირა მხარი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ძმა თავისუფალია, მადლობა რა თქმა უნდა პეში საზოგადოებას, იქიდან გამომდინარე ძალიან დიდი აქტიურობა იყო. რაც თავია, მადლობა უფალს, მადლობა საზოგადოებას და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც უცბად მიხვდა რა მოხდა ჩემთან მიმართებაში. მე ბრძოლას ვაგრძელებ. ამიტომ ჩავმეხმიანეთ არა მარტო ნაცები და კოცები და მათი ტელევიზიები თუ მათი ვითომ რიგზე კურდღლები რო იქნები და კლავიატურის ლომები რო არიან რეალურად, არამედ ის ხალხით ჩავმეხმიანეთ, ვინც ფიქრობთ რომ გვერდში დგომა მჭირდება თქვენი მხრიდან შეგეძლიათ ბრძოლა საქართველოს და ქართველი ერის ინტერესების გამო. მადლობა ყურადღებისთვის, უფალი არ ჩვენთან და მე მჯერა რომ ამ ბრძოლას საოცრად გავიმარჯვებთ, იქიდან გამომდინარე რომ წლებია ვიბრძვი და არაერთ ბრძოლაში არაერთ გამარჯვებას მივაღწიეთ. დიდება უფალს, მშვიდობა საქართველოს და გამარჯვება ქართველებს.